პირველი გახურებადი თამბაქო შეიქმნა 1988 წელს, რომლის მოდიფიკაციის და დახვეწის გზით პროდუქტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაყიდვაში დაიშვა, შეიქმნა 2004 წელს. გახურებადი თამბაქოს პროდუქტები, ეგრეთ წოდებული აიქოსი, ბაზარზე სულ რამდენიმე წელია რაც არსებობს. ამიტომ სამეცნიერო მტკიცებულებები თუ რა გავლენას ახდენს ამ პროდუქტების გამოყენება პირისგუს ქსოვილების მდგომარეობაზე ძალზედ მწირია. ზოგიერთი კვლევის შედეგებით ტრადიციული სიგარეტის კვამლის და გახურებადი თამბაქოს სხვადასხვა ტიპის აეროზოლების ზეგავლენა პირისგუს ეპითელურ უჯრედებზე არის განსხვავებული. ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით აიქოსის ზეგავლენისას არ გამოვლინდა ეპითელურ უჯრედებზე ციტოტოქსიური ზემოქმედება, ხოლო ანთებითი მედიატორების პროდუქცია და ოქსიდაციური სტრესი მნიშვნელოვნად ნაკლები დოზით მოხდა. თუმცა აღნიშნული შედეგები უნდა იყოს განხილული სიფრთხილით. ერთი რაც დანამდვილებით შემეძლია ვთქვა, რომ პაციენტები მოგმართავენ პირისგუს სიმშრალით. პირისგუს სიმშრალი ნიშნავს ნერწყვის რაოდენობის შემცირებას. ნერწყვს კი პირისგრუში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ იღებს საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობას, პირისგრუში მოხვედრილი საკვების დაშლას იწყებს, გემოს აღქმას და ყლაპვაშიც გვეხმარება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია არის დაცვის უნარი. ნერწყვი შეიცავს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს და პათოგენური მიკროორგანიზმების გაუნებელყოფას ახდენს პირისგრუში, რაც სხვადასხვა ინფექციური დაავადებისგან იცავს პირისგრუს ქსოვილებს. ასევე მინერალიზაციას უწყობს ხელს, რამე თუ ნერწყვი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს. ამიტომ უზრუნველყოფს მინანქრის სიმტკიცეს. და ბოლოს ჩამორეცხავს საჭმლის ნაწილაკებს პირისგრუში და საკვებში და სასმელში იმ ჟავების განეიტრალებას ახდენს, რომელიც კარიესის განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ კვლევები პირისგუს ქსოვილებზე გახურებადი თამბაქოს, ანუ აიქოზის მოქმედების შესახებ აუცილებლად კარგად და სწორად უნდა იყოს შესწავლილი კვლევების ზუსტი თანმიმდევრობის დაცვით. და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტორიც, რომ ეს კვლევები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაფინანსებული ლობისტური კომპანიების მიერ.